მოგესალმებით, ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. მაპატიეთ რომ დავაგვიანე ვიდეოები, რადგან ოპერაციის შემდეგ წარამარა მაქვს წუთებით შესაწყვეტებელი. ხო, ოპერაცია გამიკეთდა კატარაქტის მარცხენა თვალზე ჯერ და სანამ არ დაიწყება მარცხენა თვალი, არ დაიწყებს ნორმალურ ფუნქციონირებას, არ ვიცი ახლა რა დონემდე აღდგება მხედველობა. მანამდე არ გამიკეთებენ მარჯვენა თვალის კატარაქტის ოპერაციას. ისე მინდა გითხრათ, რომ ვისაც გაინტერესებთ, ჯერ გეტყვით იმას, რომ ახლა გვიანია, ხო, ძალიან გვიან წერ. იმიტომ რომ ვისწვენებ ხოლმე ხშირად, თვალს რომ ვიწვეთებ, ბევრი წვეთები მაქვს დანიშნული და 10 წუთიან ინტერვალს ვაკეთებ. და ამიტომ გამომდის, რომ ნახევარსაათზე მეტი ყოველ ჩაწვეთებაზე, წვეთების ნახევარსაათზე მეტი უნდა ვარ წამოწოლას. ხანდახან ვხუმრობ, არ გავსუქდე მეთქი ამ წამოწოლებით. მაგრამ წვეთი ხომ უნდა ითვისოს. ოპერაცია გავიკეთე 17 სექტემბერს. დღეს არის 2 ოქტომბერი. და ამიტომ ბოდიში გიხდით, რათა ვიდეოების თარგმანს რო დაუშვებით, ზოგი ვიდეოები ისეთი გრძელია, მინიმუმ 1 საათი, მაქსიმუმ საათნახევარი ვუნდები, ხო? ნუ რასაკვირველია რაღაც შესვენებებით. დიდხანს კიდევ ვერ გააჩერებ, იმიტომ რომ გამეთიშება ახლა მე რო ვწერ თქვენთან, ხოლმე რო არ გაითიშოს, აქ ხილაკი, იმ ხილაკს ჩავთავ, თავს ვაჩვენებ და გავთიშავ. რომ კიდევ დიდხანს რაღაც დრო არ გაითიშოს. და მათ მინდათ გითხრათ, ვისაც ჩემი ხმოვანი ვიდეოები აღაზიანებდათ, არა, თქვენ მტყვანი არ ხართ, მაგრამ თქვენ ხო ჩემი სიტუაცია არ იცოდით უბრალოდ. მე არ ვიცოდი, სიმართლე გითხრათ, რომ ღილაკი არსებობდა. და მე ჩემმა მეგობარმაც მითხრა, შენო დამეტანში ჭიმავო, ძალიან ხანს პაუზებს აკეთებ. მაგითო გამოდიოდა პაუზები, მე ხომ წაკითხვა არ შემეძლო. კარგად ვხედავდი, რომ კითხულობდი. და პაუზებსაც მითო აკეთებდი, რომ ჩემი ნაწერი გამერჩია. მაგრამ არ ვიცოდი, რომ აქ ღილაკი არსებობდა, რომლის დახმარებით ვიდეოს დაპაუზება იყო შესაძლებელი. რა ვქნა? ყველა გამოცდილი ხომ არ ვიქნებით ამ საქმეში. ერთი ორი სიტყვას გეტყვით, უსათვალეთ. მე ხა ჩემ თავს ხედავ, მარცხენა თვალით ახლოდან. უი, რა კარგია. მოდით მე დავასვენებ თვალებს. იმ ღილაკსაც ხედავ. არა, მე ხა ეს თვალი იმდენად იყო დიდხანს დაქვეითებული, არც კი ქონდა იმედი, რომ რაღაც აღდგებოდა, მაგრამ წარმოგიდგენიათ, მე ახლა შემიძლია უსათვალეთ, გავიდე გარეთ, აბანონდე მივიდე ახლოდან ჩანს ის გზა და არა, ქუჩაში ვერ გავალ, იმიტომ რომ მე შორს ვერ ხედავ. უბრალოდ ახლა ოპერაციის შემდგომ დღეებში ეს წარმატებებია, აგერ ჩემ თვალებს ხედავ მარცხენა თვალი. მარჯვენათი არა. მარჯვენათი არ ჩანს არაფერი. არეული სურათია კონტურების გარეშე. კრასკით რომ საღებავით რომ დახატავს ხატვარი ნახატს და აერევა ერთმანეთში. არაულს ნახატებს რომ ხატას იმ დაგვარი გამოსახულება ჩანს. წარმოგიდგენიათ, ახლა მე მარცხენა თვალით ხედავ ჩემ თავს, ჩემ თვალებს, ჩემ ცხვრებს, ჩემ წარბებს. ეს ჩემთვის ისეთი ბედნიერებაა, რამდენი ხანი ნორმალურ თვალებში არ გამიხედია და ეს ჩემთვის ბედნიერებაა. ხო და ამიტომ უსათვალით დაგელაპარაკებით, ცოტა თვალებს დაისვენოს თან, მე ხომ არ კითხულობ. თუმცა სხვადასხვაებსაც ხედავ მარცხენა თვალით ახლოდან. კი, აგერ
წყვილასოებს ვუყომთ. წყვილასოებს, წვრილს არა. წვრილასოებით დაწერილი რომ წავიკითხოთ, ცოტა ახლოს უნდა მივიტანო. და ეს სათვალე -15-ია მარცხენა და იქამდე არაჩვენ მისული. არ ვიცი, სანამ აღდგება ჯერ სათვალების ახალი სათვალების გაკეთებას ესეთ მეტი ალაპარაკი. იმიტომ რომ მარჯვენა თვალის ოპერაცია უნდა გაკეთდეს თან მაგის აღდგენასაც რო უნდა. ძალიან ბევრ წვეთებს ვიწვეთავ. ამიტომ ვერ მოვიცალე, დრო ვერ გამომნახე. თან დღისი დახმაური იყო. ამ ხალხს არ წამს იმის, რასაც მე თქვენ ვითარგმნით. ხო და მე ხუმრობენ თავისთავად რატო დამასწრებელ არა მე არ წეს, იმიტომ რომ ვერ მოხდა ადამიანს შენ ყოველს თავთავისი ასე გააჩნია. და მე ხა თქვენ მითხა დღეს წარმოგიდგინოთ ფერებზე. მე მგონი ერთი ვიდეო მაქვს მე ფერებთან დაკავშირებით გადაღებული თუ არ ვიცი თუ უბრალოდ ვიდეოში ვახსენე ფერები არ მახსოვს. ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ ვიდეოს თუ რა მნიშვნელობა აქვს ფერებს და რომელი ფერი არაა სასურველი, რომელი ფერის ავეჯი გქონდეთ ოჯახში ან რომელი ფერი არ უნდა ატაროთ. ახლა მარჯვენა თვალი გამერბის, წინათ მარცხენა გამერბოდა, ახლა მარცხენათი რო ვიყოლები მარჯვენა გამერბის. კარგით, არა უშავს. თავი ხომ ხედავთ ჩემ თავს. ხო და ახლა დავიწყოთ. და ამ ვიდეოს ქვია ერთადერთი ფერი, რომელიც არასდროს არ უნდა გამოიყენოთ. თქვენ სახლში და საერთოდ ჩასაცმელადაც. და ეს ერთადერთი ფერი, რომელსაც უნდა არიდოთ თავი, ძალიან ფასობს როგორ გითხრათ, დიზაინერებს შორის, რადგან ძალიან ელეგანტური ფერია. მასი გონიათ მათ, რომ ეს არის ყველაზე ელეგანტური ფერი, ამიტომ სასურველია ტანსაცმელები მაგ ფერში შეიგეროს, მით უმეტეს გამოსაშვები ან ბიზნეს კოსტუმები. და ეს ფერი ქმნის სიხარულის ვაკუუმს, მაგრამ ფიტავს ენერგიებისგან ადამიანს, ვინც ამ ფერს ატარებს ან ვისაც ოჯახში, სახლში აქვს რამე ამ ფერის. და მე თქვენო მოგახსენებთო 5 ყველაზე ძლიერ ფერსო, რომლის ტარება შეგიძლია თუ ან ავეჯის სახით ან ბალიშების სახით ან რამე საგნის სახით გინდა თუ შეიძინოთო თქვენი სახლისთვის. ფერები, რომლითაც თქვენ გარშემო აგროვებთ, ან გაცვიათ, ეს მხოლოდ საღებავი არაა, ეს არის ენერგია, ეს არის სიხშირეები. და წიგნში, რომელიც მე გადავთარგმნე, მარკ დემარკეს მარკი არა, აი დამავიწყდა. მიშელ დემარკე თავის მოგზაურობის დროს ტიაუბაზე იქ შეამჩნია, რომ ყველა საცვია ის ფერის ტანსაცმელი, რა ფერის არის აურა, მაგრამ იქაური მაცხოვრებლები ერთმანეთის აურას ხედავდნენ და ეცვათ თავისი აურის შესაბამისად. იცით რა, ჩვენ ვერ ვხედავთ ახლა, შეიძლება არა, ზოგიერთი ხედავს უკვე თავი აურას, სხვის აურას, თავის აურას, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ადრე ვარჩევდით ტანსაცმელს ან რამეს ოჯახისთვის, როგორც რეზონირებდა ჩვენ თვალთან, ჩვენ სულთან, ჩვენ თვალზე როგორ მოქმედებდა, როგორ სიამოვნებდა ეს ფერი, მაგის მიხედვით ირჩეოდა საერთოდ ყოველთვის. ახლა მით უმეტეს. და თქვენ იმ ტანსაცმლის ფერით, რაც გაცვიათ, იმ ფერის ავეჯი, ნივთები, რაც გაქვთ სახლში,
დახმარების მაგივრად რო თხოვოთ დახმარების სთხოვოთ დახმარება, თქვენ გამოგივათ, რომ თქვენ სთხოვთ ბრძოლას. თუ არასაჭირო ფერი აირჩიეთ. და ფერი არის ინსტრუმენტი, თქვენი ინსტრუმენტი, რისაც თქვენ ცვლით სიხშირეებს თქვენ სახლში, იქნის გარემოს, რომელშიც გინდათ კომფორტულად იმყოფებოდეთ. ხო, თქვენ ფერი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, უნდა იყოს მაგნიტი, თქვენი ხო, მაგნიტი, ესე იგი, უნდა იზიდავდეთ საჭირო ენერგიებს. მე ეს ავტორი ყვება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარეო, მე ხედავდიო თუ ერთი ფერის შეცვლით, კედლების ფერის შეცვლით, როგორ იცვლებოდაო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენო. და ერთი ჩემი კლიენტიო ებრძოდაო თავის ფინანსურ სიზნელეებსო. უკვე 3 წელიო. მისი სახლი იყო გარემონტებული, ასე ვთქვათ. ეს ფერი არის მოდაში, რომელზეც ახლა მე ვიტყვი და მისი სახლი იყო გაკეთებული ამ რუხ ფერებში. ხო, დღეს ძალიან ბევრი აკეთებს. ნაკლებად რომ ვინმე გააკეთოს კაშკაშა ფერებში რამე თავის სახლში. უფრო რუხი ფერი, თეთრი ფერი, შავი ფერი. და ეს დავარქვათ ამ ქალბატონს მარიაო, თვლიდაო, რომ მისი არჩეული ფერი იყო დახვეწილი ფერი. და როდესაც ჩვენო შევთვალეთო მისი მის ოჯახში, მის სახლში ფერებიო, მისი ფინანსური მდგომარეობა გამოკეტაო უკეთესობისკენ. 6 თვის განმავლობაში 70%-ით უკეთესობისკენ წავიდა მისი ფინანსური საქმე. ამას უწოდებენ ენერგეტიკულ მეცნიერებას. ჩვენი სახლი არის ცოცხალი არსება, რომელიც ხარს უჭერს, ან ხარს უჭერს თქვენ ოცნებებს, ან ხელს უშლის თქვენ ოცნებებს. ყოველი ზედაპირი, ყოველი ფერი, ყოველი საგანი თქვენ სახლში, თქვენ სივრცეში მოქმედებს თქვენ ვიბრაციებზე. ახლა, როდესაც თქვენ გესმით, რომ თქვენი სახლი არის ენერგეტიკული ბატარეა, მოდით ვისაუბროთო იმაზე, თუ როგორ უნდა დამუხტოთ ეგ თქვენი სახლი ტირე ბატარეა. თქვენ შევისწავლითო 5 ფერს, რომელიც თქვენ სივრცეს ავსებსო პოზიტიური ძალით. მოდით დავიწყოთ ფერით, რომელსაც მოაქვს ახალი საწყისები. ეს არის მწვანე ფერი. მწვანე ფერი თვით სიცოცხლის ფერია. და ის წარმოადგენს შეუწყვეტლივ ზრდას, ღრმა გამოჯამთელებას და განახლებას. ეს არის როგორც სულიერი საკვები ჩვენი მიზნებისთვის და ჩვენი ოცნებებისთვის. როდესაც თქვენ გძნობთ გაჭედილად თავს, ან თითქოს თქვენი ცხოვრება გაჩერდა, მწვანე ფერის რამესი შეტანა თქვენ სახლში, ან ტანსაცმლის ყიდვა ამტრევს ამ დაგროვილ გაჭედილ ენერგიას. მწვანე კედელი, ერთი კედელი მაინც, ან ერთი ჯანმრთელი მწვანე მცენარე შემოაქვს გაფართოების ვიბრაცია. ისაქრობს ხელვარებას და კარნახობთ
ახალ იდეებს. ისეთ მცენარე მარტო გალამაზების საგანი არ იქნება თქვენთვის. ის მცენარე არის ცოცხალი სახლის არის გამასუთავებელი, რომელიც იმას ნეგატიურ ენერგიას ახსნის ბლოკებს და გზას წმინდავს უხობისაკენ და შემოსავლისაკენ. ძველი ბრძენი ჯონმა ბრძენმა ადამიანებმა იცოდნენ საუკუნეების მანძილზე ფერების მოქმედებაზე, ადამიანის ვიბრაციებზე და სივრცეზე საერთოდ, სადაც იმყოფებოდა ეს ადამიანი. მწვანე ფერი აქვეითებს კორტიზოლს, ჰორმონის სტრესს და აქტივირებას უკეთებს პარასიმპათიურ ნერვულ სისტემას, რომელიც პასუხს აგებს გამოჯანმრთელებისთვის და აღდგენისთვის. ფსიქოლოგიაში მწვანე ფერი ასოცირდება ბალანსთან და ჰარმონიასთან. ის იმყოფება ხილული სპექტრის ცენტრში, რაც ქმნის მას ბუნებრივ სტაბილიზატორად ადამიანური თვალისთვის და ფსიქიკისთვის. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მწვანე ფერს, ჩვენი თვალები არ იძაბება, როგორც როდესაც ჩვენ ვუყურებთ წითელ არ ლურჯ ფერს. და ეს მოდუნება გადაეცემა მთელ ჩვენ არსებას. მე მყავდა ერთი კლიენტი ანაო, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული უძილობა. მისი საძინებელი იყო თეთრ ცივ ფერში, რომელსაც ანა ფიქრობდა, რომ ეს იყო სუფთაფერი და მინიმალისტური. იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავუმატეთ მწვანის ნაზი რბილი ფერი, ნეფრიტისფერი ბალიშები, პატარა მცენარე სატოლთან და თავთან ერთი კედელი შევღებეთ. მისი ძილი დაიწყო 2 კვირის განმავლობაში. მწვანე ფერმა დაამშვიდა მისი ნერვული სისტემა. მწვანე ფერის სხვადასხვა ფენი ისა მაგალითად ხომალს კი ფერები თავისთავად არსებობს, მაგრამ მაგალითად მწვანე ფერს როგორც სხვა ფერსაც აქვს თავისი როგორ გითხრათ დონეები, ფენები. შეგიძლიათ არის მწვანე ღია ფერი, ცოტა მომუქო, მაგარი მუქი ფერი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ფანგრდა ფლომასტერით არა, მაგრამ საღებავით მივიღოთ ნებისმიერი ქვეფერი, ასე ვთქვათ, ერთი ფერისა. ხომ გამიგეთ მე რას ვამბობ? და ღია მწვანე ფერს მოაქვს ახალი ენერგია, ახალი საწყისებისა და შესაძლებლობისა. ეს ფერი იდეალურია, ეს ღია მწვანე ფერი სახლისთვის, ოფისისთვის, ხელოვნებისთვის და სივრცისთვის. მუქი მწვანე ფერი მდიდარი და დაჯერებული როგორც ტყის სიღრმე იძლევა სტაბილობის შეგრძნებას და процветание. ესე იგი ნებისმიერ საქმეში წინ წასვლას. და ეს მუქი მწვანე ფერი კარგად მოქმედებს მისაღებში, სამზარეულოში. ზურმუხტისფერი მწვანე კი ამ ზურმუხტი მწვანე ფერს მოაქვს სიუხვე, სიმდიდრე
და ეს ზურმუხტი მწვანე ფერი ეს ფერი იზიდავს არა მხოლოდ სიმდიდრეს მატერიალურ გაგებით, არამედ სულიერ სიმდიდრესაც იზიდავს. მომწვანო პიდნის ფერი აგრილებს და წმინდავს. იდეალურია საბაზანოსთვის და სამზარეულოსთვის. და მწვანე ფერის ნებისმიერი შეფერილობა მხოლოდ კარგის მომტანია თქვენი სახლისთვის. შემდეგი ფერი არის ოქროს ფერი. ოქროს ფერი ნიშნავს სიმდიდრის ფერს და ოქროს ფერი ვიბრირებს სიუხვის სიხშირესთან. და ეს ოქროს ფერი არა მხოლოდ ფერია, ეს არის თვით სიმბოლო გამდიდრებისა და აღორძინებისა. ძველი დროიდან ოქრო ითვლებოდა მზის სინათლის განსახიერებად. სიცოცხლეზე კონცენტრირებული ძალა. ეგვიპტელი მღვდლები ოქროთი ფარავდნენ ღმერთების სტატუეტებს, რომ ისინი გაცოცხლებული იყო მზის სხივების ქვეშ. ვერცხლისგან განსხვავებით, რომელიც ირეკლავს ცივია, ოქრო იზიდავს და ათბობს, მაგრამ ვერცხლის რამე სამკაული უნდა ატაროთ, რადგან ნეგატიურ ენერგიისაგან გიცავთ. წმინდას ნეგატიურ ენერგიისგან ორგანიზმს. ამიტომ რაღაც ვერცხლის სამკაული უნდა გქონდეთ. ოქროსგან განსხვავებით ის ჯვარი არ ღირს. კი, ახლა ყველაფერი გადავირდა, მაგრამ ბოლოს მე რო ვიკითხე 2 წლის უკან ბეჭედი მომეწონა და რაღაც მეთქი 100 ლარი უმითხენ ქალმა. ჩემი თომა მაინც არ იყო და თან ვერ გავიმეტე 100 ლარი ბეჭედზე, როდესაც სხვა რაღაც ხონდა დასაფარი. კი, ოქრო არის სიმდიდრის ნიშანი. არა მხოლოდ სიმდიდრის, მაგრამ ოქრო იმდენი უნდა გქონდეთ ოჯახში, რომ არ ყვიროდეს. ესე იგი, რაღაც რაოდენობით. მაგრამ თუ ოქრო გააქვთ საჭირო რაოდენობით, ოქრო ხდება როგორც მაგნიტი, იზიდავს, წარმატებას, სიუხვევს, სიმდიდრეს. მაგრამ თუ ოქრო ძალიან ბევრი გაქვთ, ძალიან ბევრია ოჯახში, ის ხდება უბრალოდ გარდაიქმნება ძუნწობაში და იქცევა სიმძიმედ. ტვირთად უფრო სწორად, იქცევა ტვირთად. როგორც ცეცხლი. ცეცხლი ღუმელში ათბობს, მაგრამ ხანძარი ანადგურებს. შემდეგი ფერი არის ვარდისფერი. მე ვარდისფერზე წამიკითხია, რომ ვარდისფერის ტარება არ შეიძლებაო ტანსაცმელის. და ეს ქალი, ამ ქალის ვიდეოები, ეს ვიდეოები სხვათა შორის გონი Facebook-ზეა. ხო, ფერებს. მაგრამ ეს კაცი ამბობს, რომ ხალხი არაფერს ესო ამ ფერს, იმიტომ რომ თლიანო ამ ფერს ბავშვურს. მაგრამ ვარდისფერი ეს არისო თქვენი ენერგიის გული. და კიდევ მე მინდა მოვიყვანო მაგალითად მიშელ დემარკეს წიგნი. იქ ერთ-ერთმა უხუცესმა უთხრა მიშელ დემარკეს, რომ ვარდისფერი ფერი ართმევს ძალას მამაკაცებს. და სხვათა შორის ეს ექსპერიმენტი ჩატარდა ამერიკაშიო. ამბობს ის უხუცესი. ჩატარდა ამერიკაშიო
ძლიერი სპორტსმენი, რომელიც მრავალი წელი ვარჯიშობდა, დააჯინეს ნახევარი საათით ოქროსფერი მატერია იყო ჩამოკიდული კედელზე და ამ მატერიის წინ დააჯინეს ეს სპორტსმენი და აყურებიეს ერთი ნახევარი საათი. იგივე განმეორდა რამდენჯერმე და ამ სპორტსმენს ძალა დაეკარგა. ხო, და ეს კაცი ამბობს, ვარდისფერი კარგიაო. მაპატიეთ. გვიანია და ძილი მომერია. არ ვიცი თქვენ გასაცხოთ, ყველა სხვადასხვა ფერი უყვარს, თავისი ფერი სერგულია ყველა. მაგრამ ფენშუისი ის სიმბოლიზირებს ჰარმონიას, სინაზეს და მიღებას. ალბათ ყველას გესმით ფენშუი. ფენშუიზე ყოველთვის ხდება რაღაც ვიდეოები ინტერნეტში. ფსიქოლოგიაში ვარდისფერი გვეხმარებაო და ესე იგი აგრესია შევამციროთო, გაღიზიანებასაც აკროფსო და აღებსო სივრცეს სითბოსთვის და დრონისთვის. ხო და ეს კაცი რეკომენდაციას იძლევა, რომ ვარდისფერი ხშირად გამოიყენეთო საძინებელში ან დასასვენებელ ოთახშიო. ის ქმნისო სივრცეს, სადაც ენერგიები არ იბრძვიანო, არამედ კურნავსო. ვარდისფერიო, ეს არის შეხსენება იმაზე, რომ სიყვარული იწყებაო თქვენ შიგნით. მეოთხე ფერი, რომელიც გადასახვას მოუტანს თქვენ სახლს, არის ლურჯი ფერი. ეს არის სიმშვიდის სუნთქვა, შიდა ოკეანის ფერი. მისი ვიბრაცია, ამ ლურჯი ფერის ვიბრაცია დაგეხმარებათ აღადგინოთ თქვენი აზრების ძალა, მოიხსნათ ღელვარება და გამოასწოროთ თქვენი ურთიერთობა ინტუიციასთან. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ დაწაბულობას, გადახლილობას, აუცილებლად და შემოიტანონ თავის ცხოვრებაში, თავის სახლში, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელიც, ლურჯი ტანსაცმელი საჭიროა, ლურჯი და ისამისფერი ტანსაცმელი გქონდეთ, თითო ხელი, ლურჯი, ისამისფერი, მწვანე, ოქროსფერი გქონდეთ მაინც გარდერობში. ძველ დროშიო მეზღვაურები, უпростоრად მეზღვაურებს ცურვაში მიქონდათო ლურჯი მატერიის ნაჭერი, რაღაც პატარა ნაჭერი მაინც. მას სწამდათ, რომ ლურჯი ნაჭერი მათ დაიცავდათ ქარიშხალებისაგან, შტორმისაგან. ბუდისტურ ტრადიციებში ლურჯი ფერი სიმბოლიზირდება როგორც სულიერება და თვითგანვითარება. თქვენ სახლში კი ლურჯი ფერი იმუშავებს როგორც მენტალური ფილტრი, რომელიც ფილტრავს, ფილტრაციას უკეთებს ზედმეტ ხმაურს და ტოვებს თავს. და ბოლოს ჩვენ მივახლოვდით იმ ფერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტანოთ თქვენ ოჯახში. რადგან ასეა, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელიც არ უნდა გქონდეთ. ისე სხვათა შორის ეს ფერი, ამ ფერის ტანსაცმელი მე არ მომწონს. ერთხელ ასეთი ფერის კაბა იყიდა და მანიკურები ჩემთან, უნდა წასულიყო სადღაც სუფრაზე. არ უხდებოდა, მაგრამ მე ვერ ვთხარი ვერაფერი. ჩემთან კიდე რეზონანსში არ შემოვიდა ის ფერი. საერთოდ ის ფერი, რომელზეც ამბობს ეს კაცი, რომ ერთადერთი ფერია, რომელიც არ უნდა შეიტანოთო სახლში, ეს არის ნაცრისფერი. რატომღაც მე ნაცრისფერი ტანსაცმელი, ნაცრისფერი კედლები, ასეთ ამ ფერთან მე რეზონანსში ვერ შევდივარ, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც მე მქონდა ნაცრისფერი ტყავის სუმკა.
და უცებ გამეხა დიდხანს ვერ ვითარგმნე მაქსუმკი. ნაცისფერი ისე არ მგონია მე ნაცისფერი ტანსაცმელი რომ მქონდეს. მქონდა უფრო სწორად. არა, მე უფრო კი. ლურჯიფერი ტანსაცმელი მქონდა. ვარდისფერიც. წითელი მიყვარს რატოღაც. წითელი, თეთრი, ისამისფერი და ნასი ლურჯი. ძალიან მიყვარს. ცისფერიც მიყვარს. ღია ცისფერი. მწვანე მიხდება, მაგალითად მე ყავისფერი მიხდება. უმეტესწილად ყავისფერი ფერის ტანსაცმელები მაქვს, ან შავი, რადგან შავი ფერი ყველაფერთან გადის. ახლა ალბათ ისე კი მინდა მაქვს სურვილი სხვა ფერის შარვალი დავამატო. იმიტომ რომ როდესაც ფერს ახამებ ერთმანეთში, უფრო გაორმაგებულია ენერგია. მაგრამ უნდა იცოდე, რომელი ფერი როგორ მოქმედებს, რომ თქვენი ენერგეტიკა არ დააზიანოთ. რატომა მე სულ ვერ ვწვი, როდესაც შავი ტანსაცმელი აწვია, ტრაულს ატარებენ დიდი ხნით. ჯერ ერთი ეს ნევს სულს, ეს ერთი და მე კიდევ ეს ნევს თვით ადამიანის ენერგეტიკას აურას. ხო, ქალაქში კიდე ადამიანი არ ატარებს დიდხანს არაფერს, კი, ზოგ სოფლებში კიდე, მაგრამ შორეულ სოფლებში სიკვდილამდე არ იხდიან ამ ტანსაცმელს, შავი ფერის ტანსაცმელს, არადა ეს საშინელი ფერია. ირეკავს ხელად მზის სხივებს, ახურებს მალე. და საერთოდ ძალიან ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ძალიან ცუდად. ეს კაცი ამბობს, ეს ლამას ტანსაცმელში ერთჩაცმული. ჩინელს კი ჩამოგავს ისე. განახებთ. ეს კაცი ამბობს. კი, რუხისფერი არის უნივერსალური ფერი, მაგრამ მას მოაქვსო დანგრევა. კი, პირველი შეხედვით ის არის ნეიტრალური ფერი, მაგრამ ენერგეტიკა რუხი ფერის ან ნაცრისფერი. ეს ენერგეტიკა ეს არის სარიელი, როდესაც სახლში დიდი რაოდენობით არის ეს ჭარბობს რუხის ფერი, ადამიანები გრძნობენ დაყრილობას, აპატიას. რა თქვა ახლა არ დამავიწყდა. მათთვის სულ ერთია რუხის ფერი ადამიანს ცლის ემოციული სახებავებისგან, ესე იგი ცლის დადებით ემოციებისაგან. როდესაც თქვენ ირჩევთ ფერებს, თქვენ ამით სამყაროსთან შედიხართ ურთიერთობაში. და როდესაც თქვენ ირჩევთ თბილ, ნას ფერებს, თქვენ სამყაროს ეუბნებით, რომ თქვენ ირჩევთ სიცოცხლეს, რომ თქვენ ირჩევთ სიხარულს, თქვენ ირჩევთ ძალას. და გაიმეორეთ ახლა, ხომაღლად, ჩემი სახლი არის სასწაულების მაგნიტი. და ეს ენერგია დარჩეს თქვენთან. და საუბარი აქ მიდიოდა არა მხოლოდ კედელზე წასმული საღებავებზე და არა ტენდენციებზე. ყველაფერი ჩაღმავებულია. ფერი არის იმაზე მეტი, რაზეც მივეჩვიეთ ჩვენ ფიქს. ფერი არის ენერგია, არის ვიბრაცია, არის მოწვევა, ან პირიქით აკრძალვა, რომელსაც ჩვენ ვქნით ჩვენი თავისთვის, ჩვენი ბედისთვის. ძველი ცივილიზაციები ძალიან სერიოზულად უძღებოდნენ ფერის არჩევას. ეგვიპტეს ტაძრები რატომ იყო სავსე ოქროთი?
ტიბეტური მონახები, მგლები, მონაზონები არის რადგანაც ისვით დაუძახეთ დღემდე რატომ ატარებენო ნარინჯისფერ და წითელ ტანსაცმელებსო და ქრისტიანობაში თეთრი რატომ სიმბოლიზირებს ის უთავეს შავი კიტრაულს ეს შემთხვევითობა არ არის ყოველფერი წარმოადგენს გასაღებს განსაზღვრული ენერგიის მიმართ და ფერი საერთოდ აღებს გასაღებით კარებს ან სიძლიერისკენ ან სისუსტისკენ და ჩვენი სახლებისა და ჩვენ ცხოვრობთ ეს არის ჩვენი საკუთარი თავის გაგრძელება ახლა გამახსენდა ამ საღამოს ჩამოსდარი ვიყავ ინტერნეტში და ერთ ბლოგერს მიყავს გადაცემა არ ვიცი აფრიკაში ეთიოპიაში თუ სადღაც ბელაც ყოველ წელს მოყავს ცოლი და ამათ ამ ბელადის სახლები თორებიშიც რომ აგაშენებული კიდევ არა უშავს იქ არის მასალების დეფიციტი იქ წვიმაც დეფიციტია საერთოდ სეზონური წვიმების სანამ დაიწყება მანამდე წვიმა ენატრება ხალხს და ახლა რატომ გამახსენდა ხა ეს ისტორია ჩვენთან ევროპაში ამერიკაში რუსეთში ფერეს ხო ვართ ყურადღებას ეს კაცი გამოდის ფენშუი შემოვიდა არა ფერეს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ იმ ბელადის სოფელში ვითომ სასახლეები აშენებული რკინებისგან ნაჭრებისგან სახურავები დაფარული აქვს იმკად თავისი და ვინც ღარიბია იმას აქვს იწყვიან შავი კარკასიო მხოლოდ ის აყენია ზოგჯერ სახურავით არა გადახურული ამას მეცინება ამ ხალხმა რამე კი ტანსაცმელი არ ჭია ამ ხალხს მაგრამ ფერის მნიშვნელობაზე რამე აქვს ამ ხალხს წარმოდგენა ფერზე საერთოდ არა მნიშვნელობა მართლა ბევრ რამეს აქვს ძალიან ბევრ რამეს და იცით რაც გეტყვით ადამიანი თავიდან კი არ დადიოდა ნაჭრ შემოხვეული თეძოებზე ადამიანი იყო განვითარებული თუ წამოიდგინეთ მე-17 საუკუნეში დედამიწაზე არსებობდა სინათლე ატმოსფერული სინათლე ატმოსფეროს ელექტრичество არსებობდა და კატაკლიზმამ რაც მოხდა იმ დროს მე-19 საუკუნეში გაანადგურა ყველაფერი რამე და იცით გითხრათ ის ხალხი ვინც დღეს ნაჭრები დადიან დღეში ისინი არიან იმ ძველი ცივილიზაციების გაველური ნარჩენი გადარჩენილი წარმომადგენლები მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ მათ პატივისცემით არ უნდა მოვეპყრათ აი ზუსტად მაგათმა მოიტანეს დღემდე ინფორმაცია მოიტანეს და მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია გადაეცემოდათ შთამომავლობით
ზეპირად. თუნდაც აგერ მითაგითხათ რომ ლეკოხონაში სასაფლაოსთვის თხრიდნენ მიწას თუ არ ცდები და გოლიათის ჩონჩხი ნახეს. დღემდე სადაც კი პოულობდნენ გოლიათების ჩონჩხს ანადგურებდნენ ან მალავდნენ. რატომ არ ვიცი რა ვიცი რომ ჩვენ სიმართლე არ გაგვეგო. აი მაგალითად ავიღოთ საქართველოს. თქვენ იცით რომ ტუნელები არის დიხაზურგის შიგ მიწაში რომელიც უერთდება გეს. თქვენ იცით რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ტუნელების კომპლექსი. და ქუთაისი ავიღოთ, თბილისში მე სხვაგან არა ვარ ნამყოფი. ჩამარხული სართულეები. იგი სპეციალურად ხო არავის გაუკეთებიათ. ხო, მე ამასთან დაკავშირებით თემა მაქვს. ვიდეო გადათარგმნილი. თუნდაც აიღეთ ძველი რუხის ციხეები. რუხის ციხეები მეტი, ძველი ციხის სიმაგრეები. ყველა არის დამიწული. დატურილი. გადაციხის სიმაგრე ისეთი პატარა? არა. მართალია მე არ ყოფილვარ და მავიწყდა, მაპატიეთ ხანდახან მავიწყდება რაღაცეები. გეგუთის ციხე, სიმაგრე. მე 7 კლასში ვიყავი ნარეყავაზე. ქუთაისის ციხე სიმაგრე წითელ ხიდთან ნაგრევები უფრო სწორად. ეს უდაბნოები, რომელიც დღეს ჩვენთვის წარმოდგენილია როგორც უდაბნოები, ეს არის იარაღის გამოყენების შედეგი. ისეთი იარაღისა, რომელიც შეიცავს ანტიმატერიას და რომელიც აქრობს ყველაფერს. ხო. იარაღი, რომელიც გაკუნთილია ანიგილაციის, მაპატიეთ, ანილიგირებს ყველაფერს. მაგ იარაღში შედის ანტიმატერიის რაღაც ნაწილაკები. ერთ ვიდეოს უსმენდი, სადაც იმ კაცმა თქვა, რომ ნახვარი ჩაისკოვსი ანტიმატერია. კორიგუდი. მე თავს ვიკავებდი ატლასის შესახებ დამიდო რამე ვიდეო, იმიტომ რომ სიმართლის ხალხს უმალავდნენ. რაღაც ინფორმაციამ გაჟონა. კი, ისმა პრესი ყვებოდა ატლასზე. კორიგუდმა არ თქვა არაფერი. კორიგუდმა თქვა, რომ ეშინოდათო რომ ის აფეთქდა ხომ ატლასს. მგონი აფეთქდა. და ზოგი ამბობს, რომ ეს არის ცივილიზაცია, რომელიც არის გამოშვებული დედამიწის დასახმარებლად და კორიგუდის ვიდეოს მოვუსმინე მე თავი შევიკავე რომ არ გადამითარგმნა. რატომ დაგაბნევდა თქვენ მაგ ვიდეო. მოკლედ გეტყვით რომ კორიგუდი ამბობს რომ სხვათა შორის კორიგუდი დიდი ხანი არ გამოჩვენილა. და კორიგუდი ამბობს რომ ეშინიათო რომ ეს არც კომეტა, არც მეტეორიტი, ეს არის ცოცხალი ხომალდი, რომელიც გამოუშვეს დედამიწისკენ. და კორიგუდი ამბობს რომ ეშინიათო რომ ეს ვითომ წყალებში კომეტა არ აღმოჩნდესო ანტიმატერიით დატანილი. რატომ თუ შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში, შეიძლება ყველაფერი განადგურდეს.
და ამ კოლეგოდ მოთქვა, რომ ნახევარი ჩაითხოვს ანტიმატერიის მასალა საკმარისია იმისთვის, რომ ჩავარდეს ოკეანეში, გააქროს ოკეანეც და გააქროს დედამიწაც. და მე მოусმინე სხვებსაც. ხომ არიან კონდაქტორები, მე ვუსვე ყველას. მე ერთეულებს კი არ უსვენ, მე ვუსვენ ყველას, რომ საერთოდ ანალიზი გავუკეთო მათ ნათქვამს და არ მიდათ მე შეგიყვანოთ შეცდომაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მე ამ ინფორმაციის შემოწმების საშუალება არ მაქვს. მე ვერ გავდივარ წვრილ სამყაროში, მაგრამ ხელები კი მაქვს, მაგრამ ჯერ მე ვარ მოწაფე სწავლის გზაზე. მე ვეკვები მე თვითონ თუ ხანდახან რას ნიშნავს ჩემი ხელები, მაგრამ ხელებს შეჩეული ვარ. და სანამ რატო ფიქრობ, რომ მე სწორი ხელები მაქვს, მაჩვენებენ სწორ ხელას, იმიტომ რომ სანამ კოვიდი დაიწყებოდა, მე მომიჩვენა, ხილვად მქონდა ეს ვირუსი, კოვიდის ვირუსი, ზღარბს ხო ჩამოგავს და ზუსტად ასეთ ზღარბს გავდა ესეთი პლანეტა მაჩვენეს და ამ პლანეტას, რომელიც კოვიდის ვირუსს გავდა, წინ მოყვებოდა რაღაც პლანეტა, ესე იგი ღორის გრიპი იყო მანამდე. ამ კოვიდის ვირუსს კი უკან მოყვებოდა კიდევ ცოტა მოდიდო პლანეტა. ახლა კიდევ რაღაც ახალი ვირუსის გაშვებას აპირებენ, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით რას. კარგით, მოდით მე დავამთავრებ ამ თემაზე. არა არის კიდევ მე თქვენ მოგიზებნით მასალებს თუ ფერები როგორ მოქმედებენ ადამიანზე. მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ნუ ჩაიცვებთ ნურავიზე ტრაურს დიდხანს. ეს თვით სულზე მოქმედებს თუდად, თუ ვინმეს წამცული. და ეს მოქმედებს თუდად თვით მტარებელზე. 40 დღე საკმარისია. კარგი, ბოლოს და ბოლოს 6 თვე. ან თუ გინდათ 1 წელი, 1 წელზე მეც ნუ ჩაიცმეთ ნურავიზე შავს. თქვენი ენერგიები დაინდეთ. ახლა ისეთი დროა. თქვენ უნდა დაზოგოთ თქვენი ენერგიები, იმისთვის რომ გადარჩეთ. არავის ეწყინება, ახლა სხვა დროა. მაშინ გემშვიდობებით დროებით. შემდეგ შეხვედრამდე.